გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ Razingassi turbo savrebo Quella gachi turbo savrebo Shevsteltav gadasavles Squebtanetan mamagla daidzaxe Turbo savrebo tsi Turbo zavrebi რამდენი ხანია არ უწვიმია, ყვავილები გახმება. ბებია, შეხედე როგორი ღრუბლებია, აუცილებლად იწვიმებს. ღმერთო ჩემო, ეს ჩვეულებრივი წვიმა არ არის, ნამდვილი ჭექა-ქუხილია. ბეჭა, გაჭა, ჩქარა სახლში შევიდეთ. არა, ჯერ ყველა ვაშლი უნდა დავკრიფო. მართალი ხარ, მოვდივარ. რა მოგივიდა? ჭექა-ქუხილი მხოლოდ ხმაურია, მისი არ უნდა გეშინოდეს. აი, ელვა კი სულ სხვა საქმეა. იმიტომ რომ ელვა უმართავი ელექტროობაა. ელვამ შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს და ადამიანს ზიანი მიაყენოს. ეს სკოლაში ვისწავლეთ. მე მგონი ჭექა-ქუხილი აღარ არის, გარეთ გავიდეთ. მოიცადე, მგონი ვხედავ რომ ტყეში რაღაც იწვის. სად? შეხედე, ცოტა ხნის წინ იმ ადგილას მეხი გავარდა. ბებია, ტყე იწვის. ახლავე მე ხანძრებს დავურეკავ. შევეცადოთ მე ხანძრების მოსვლამდე ჩავაქროთ ცეცხლი. მართალი ხარ, მაგრამ მარტო ამას ვერ შევძლებთ. ამიტომ ჩვენს მეგობრებს უნდა დაუძახოთ. თქვენი დახმარება გვჭირდება რომ ხანძარი ჩავაქროთ. ეს რთულია მოცანა. რთულია, მაგრამ შეუძლებელი არა. აქ ტბა არის. არხს თუ გავიყვანთ, აი ასე, და წყლით გავავსებთ, ცეცხლი აღარ გავრცელდება. და შენმა გეგმამ რომ არ გაამართლოს? ცეცხლი ქალაქს მოუახლოვდება. ხალხი უნდა გავაფრთხილოთ. დო წაიყვანე და მეზობლები შემოიარე. მზად უნდა იყვნენ თუ ევაკუაცია გახდება საჭირო. ჩვენ კი არხს მივხედავთ. ტურბოზავრებო წინ! თორ და ბულ, თქვენ არხს გათხრით. შენ ამ მხრიდან, შენ იქიდან. აქ ძალიან ბევრი გამხმარი და მოტეხილი ტოტიყრია. ერთი ნაპერწკალიც რომ მოხვდეს. ტრაკ, გამხმარი ტოტები შეაგროვე. ანკი, შენ კი ისინი ცეცხლისგან შორს წაიღე. მე რა გავაკეთო? შენ ზევიდან უყურე ცეცხლის აით გავრცელდება. კარი ჩვენს მხარეს უბერავს. ცეცხლი უკვე ახლოსაა, ჩრდილოეთ აღმოსავლეთით. სად? ტრაკ, ნუ შეყოლდები. გმადლობ, კატя. ყველაფერს მოვამზადებ, რაც ევაკუაციის დროს არის საჭირო. ჩვენ უკვე მზად ვართ. ესე იგი ხანძარია? მე კი ვაშლის დაკრეფა ვერ მოვასწარი. კარგი, რას ვიზამ? შენ კი ყოჩაღ რომ ყველას აფრთხილებ. მართლა ყოჩაღი ხარ. ყოჩაღ.
ყოველი შემთხვევისთვის გაგაფრთხილეთ. იქნებ ხანძრის შეჩერება შევძლოთ. ვაშა, გამოგვივიდა. იმიტომ რომ ერთი გუნდი ვართ. მეგობრების გუნდი. საოცარი კადრებია. რა კარგი კადრები გამოვიდა. ცეცხლი, კვამლი, ყველა არხს თხრის. მარტო მე არ ვარ ამ ფოტოებზე. რადგან შენ იღებდი. მე ხანძრები მოდიან. ახლა ცეცხლს ჩააქრობენ. ფოტოების გადაღება უნდა მოვასწრო. მე ორ შევჭამდი, არ გამიჭირდებოდა. მე სამს. არა, სამი ანანასი არ ჩაგეტევა. დიდხანს შევჭამ. მაგალითად ერთი კვირა. სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ცალი გვქონდა, ძალიან გემრიელი იყო. რა? გემრიელი? მხოლოდ ერთი? ანანასი, ბებიამ გვიყიდა. ასეთი ბოსტნეული ან ხილი. ნამდვილი ანანასი ბალახოვანი მცენარეა. ინტერნეტში ასე წერია, მე თვითონ წავიკითხე. მეც მინდა ბალახოვანი მცენარე. მეც მინდა. ყველას გვინდა. ანანასი აღარ არის. სად არის? შევჭამეთ. ასეც ვიცოდი. იდეა მაქვს. ანანასის წვერი დარჩა. შეგვიძლია დავრგათ და ახალი ანანასი გაიზრდება. წვერი? სად არის? მოდით სასწრაფოდ დავრგათ. ჩვენთან ანანასი არ გაიზრდება, სათანადო პირობები სჭირდება. უნდა შევუქმნათ. სითბო სჭირდება და ბევრი წყალი. ორანჟერიას ავაშენებთ. ეს მეფე ლეოპოლდ მეორის სასახლის ორანჟერეა. შეგვიძლია ასეთი ავაშენოთ. ეს ხომ ნამდვილი სასახლეა. მერე რა? რით ვართ ლეოპოლდზე უარესები? სკულპტურებიც უნდა დავდგათ. ტრაქს დავაყენებთ მორზე. ის იქნება სკულპტურა. გეყოფა სისულელეები, სკულპტურები არ გჭირდება. სასახლის თანამედროვე მასალით ავაგებთ, ლითონის მილები დაგჭირდება. მინა? სად უნდა ვიშოვოთ? სოფლის ბოლოში ცოტა ხნის წინ ახალი სახლი ააშენეს და მთელი გროვა სამშენებლო ნაგავი დარჩა. მართალია, ბებია ჭხობობდა, როდის გაიტანენო ამ ყველაფერს ნაგავსაყრელზე. ჩვენ გავიტან და ანანასიც გაიზრდება. ტურბოზავრებო წინ! საინტერესოა. მე ვიტყოდი რომ ძალიან საინტერესოა. ტრაკ, კარკასი მოამზადე. თორ, მიწამოთხარე და ტრანშია გათხარე ტბისკენ. ტრაკი მაშინ მილებს ჩადებს, მოსარწყავად დაგჭირდება. ტურბოზავრებო წინ! მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ. ასე. კარგია. მეც მინდა დაგეხმაროთ. შენ სამეთაურო პუნქტი იქნები. მარჯვნივ, ასე სწორია. უფრო მაღლა აქციე? ჰო. ტრაკ, ახლა ეს რკალები მიწაში ღრმად უნდა ჩაარჯო, გესმის? თორ,
თორ, დრაშია გათხარით მისკენ. მცენარეებს წყალი სჭირდებათ. კარგია. თითქმის ისეთივე გამოვიდა. ვაშა, ეს შევძელით ყოჩაღები ვართ. დაწვერი? როდის უნდა ჩავრგათ? დღესო ჩავრგავთ. ანანასი როდის იქნება მზად? ხვალ არა? არა ზერ, მოგიწევს მოითმინო. კარგი, მზად ვარ. მოვწყავ, მოუვლი და მოვითმენ. ვიღაცის ნაბიჯების ხმა მესმის დავიმალოთ. ეს რა არის? საიდან გაჩნდა ასეთი სილამაზე? ჩვენ თვითონ არ ვიცით, როცა მოვედით აქ და გვხვდა, ალბათ არავისი არ არის. კარგია, რომ არავისი არ არის. ხედავ ანანასებს ზრდით. მე კი პომიდორის ჩითილებს მოვიტან. ბევრი ადგილია. ახლა პომიდორების მორწყვაც მომიწევს. ნეტავ, ანანასი ვით გემრიელია? ტურბოზავრები, ზაღლი დინოზავრის მეგობარია. ვაშა, მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ვარ. თამაში ჯერ არ დასრულებულა. ბურთი სად არის? გაფრინდა. და ვინ წავა მის მოსაძებნად? მეკარეს უფლება არ აქვს კარი მიატოვოს. მე მოვიდან თქვენს ბურთს. გამარჯობა, შენ ვინ ხარ? ტობიკ, ჩემთან? აქეთ ადამიანი მოდის, თანაც მარტო არ არის. ტურბოზავრებო, დაიმალეთ. გამარჯობა, სტეპან პეტროვიჩ. გამარჯობა, ბავშვებო. მანქანები ტყეში უცნაურია. თქვენ აქ რას აკეთებთ? კაჭას ფეხბურთის თამაშს ვასწავლი. ტობიკ, ჩემთან მოდი. აქ მაინც არაფერი ხდება საინტერესო. ტობიკ, რატომ ხებ? წამოდი, სახლში წავიდეთ. დღეს ვეტერინართანაც უნდა წავიდეთ. ორჯა, წავიდნენ. რა მოგივიდა, ანკი? შენ რა ვერ დაინახე, რომ ტობიკს დო მოეწონა? რატომ გაგიკვირდოთ? ბოლოს და ბოლოს ჩვენ შორის ყველაზე ლამაზი მე ვარ. მოიცადე. მე დაგავიწყდით? კარგად შემომხედეთ. ბრტები მაქვს, ბიცეპსები. უკვე იყავით ვეტერინართან? ტობიკი სად არის? გაიქცა. როგორ? ქალაქში მოტოციკლს გაეკიდა და დაიკარგა. ვეძებდი, ვეძახდი, მაგრამ არ დაბრუნებულა. უნდა ვიპოვოთ. რა თქმა უნდა, დაგეხმარებით. ეჭვიც არ შეგეპაროთ. რამის თქმა გინდა თორ? ქალაქში ბევრი ქუჩაა. ფიქრობ ტობიკი რომ ვიპოვოთ, უნდა გავიყოთ. მართალი ხარ. ტურბოზავრებო წინ!
ტობიკი ვერ ვიპოვეთ. ის ხომ დაიღუპება. ტობიკი ძალიან პატარაა. ქალაქი კი უზარმაზარია. გესმით? სადღაც ქვევითა, ალბათ ჭაში ჩავარდა. ული და ტორი, მიწა გათხარეთ. ანკი, შენ მილისაწევა მოგიწევს. ტრაკ, ტობიკი ფრთხილად უნდა მოიყვანო. შენ კი, დო, მიანათე რომ მეტი სინათლე იყოს. ტურბოზავრებო, წინ! ყველა საქმეს აკეთებს მე კი არავის გავხსენები ვარ. იქნებ მეც მინდა ბრძანებების გაცემა. უფრო სწორად. ფრთხილად. აი ასე. ყურადღება, ისტორიული კადრი. ძაღლი დინოზავრის მეგობარია. Ow! უკვე ადგომის დროა? ჩვენ ქალაქში მივდივართ, ჩვენთან ერთად წამოხვალთ? მე წამოვალ ქალაქში. იქ არასდროს არ ყოფილვარ. ამბობენ ძალიან საინტერესოა. არ შეიძლება, ტრაკ. შენ ვერ წახვალ ქალაქში, ძალიან დიდი ხარ. დიდი ხარ და დიდკბილა. იდეა მაქვს. შეუძლებელი არაფერია. ტრაკ შეუძლია დინოზავრების მუზეუმის ექსპონატად მოაჩვენოს ხალხს თავი და ჩვენთან ერთად წამოვიდეს. ვაშა, ექსპონატი ვიქნები. Oh. Ara. How? იქნებ სანამ ქალაქამდე ჩავალ ტრაკმა თვითონ იაროს. ტრაკს არსალია. სამუზეუმო ექსპონატის როლის რეპეტიციას გადის განაგრძე? იქნება ასე, ვითომ მივრბივარ. არა, არ გამოვა. მეტყველი თვალები არ გაქვს. ეს სულ სხვა საქმეა. წავედით. აი, ეს ავტოსამრეცხაოა, თუ არავინ არ იქნება წყალსაც დავლებთ. ცხელა, ახლა ცივ წყალს დავლებდი. მეღიტინება. კარგია, ოღონდ ბევრი კაფეა. მარჯვნივ გაიხედეთ, თქვენ წინ სასურსათო მაღაზია, მარცხნივ გაიხედეთ, თქვენ წინ ფოსტაა. ეს კი შუქნიშანია. ფოსტა. შუქნიშანი. გმადლობთ მეგობრებო, უთქვენოდ ამ ქალაქს ვერ ვნახავდი. გაჩუმდი. აქ ახალ სახლს აშენებენ, დღეს კვირაა და არავინ არ არის, მაგრამ აინც არ წავალთ, ეს სახიფათოა. სამუზეუმო ექსპონატი. ხელით არ შეეხოთ. მას რა, ღიტინის ეშინია? მე არაფერს არ მეშინია. აი!
აპუა, მაპატიეთ, შემთხვევით მომივიდა. რა უმსგავსობა? მოლაპარაკე ექსპონატები ადამიანებს თავს ესხმიან. იჩივლებთ, ოღონდ ამოსვლაში დამეხმარეთ. ანკი, გთხოვ, დაეხმარე. კაბინაში არავინ არ არის. ამ წეკი მოძრაობს. რაღაც მოხდა. ახლა ამ წე ჩამოვარდება. ამას არ დავუშვებთ. ანკი, გაუჭი დაიჭირე. თორ, საყრდენები დააყენე. ტრაკ, არ მისცეს საშუალება რომ ჩამოვარდეს. ზერ, თვირცადევნე თვალი, ტურბოზავრება წინ. ფრთხილად, ტრაკ! გმადლობ რომ გამაფრთხილე. ტურბოზავრებო, სამთვლაზე ერთად. 1, 2, 3. კარგად იმუშავეთ, ტურბოზავრებო. სახლში წასვლის დროა. ისევ მომწყურდა. იქნება ავტოსამრეცხაოზე შევიაროთ. მეხიტინება. ბული მოედნის ცენტრში უდევს. ბურთზე უფლება ტრაკი. ის ურტყამს, მაგრამ მეკარე იგერიებს. ამით მატჩი დამთავრებულია. კარგი რა, ყველაზე საინტერესო მომენტზე გავჩერდით. წავიდეთ ბურთი მოვძებნოთ, ვიპოვოთ და თამაში დავამთავროთ. ვიპოვე, ყველანი მომყევით. მომყევით. რა საყვარლები არიან? გეთანხმები, მაგრამ ზღარბით ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ. მოდი ჩვენი ბურთი მოვძებნოთ. მოიცადეთ, რომ გაწვიმდეს? მდინარეში წყალი მოიმატებს და ზღარბებს საფრთხეს შეუქმნის. ой. რამე უნდა მოვიფიქროთ? კატიას ვკითხოთ. მან ყველაფერი იცის ბუნების შესახებ. აქ დარჩით, მალე დავბრუნდებით. კატია, დახმარება გჭირდება. იქ დედა ზღარბი ყავს და პატარა ზღარბები, მათ სახლს მდინარე წალეკავს. რა საშინელება? ჩქარამაჩვენეთ სად არიან? კარგი, რა პრობლემაა? მდინარე თუ ადიდება,
წყალის ხარბებს დაახრჩობს. იქნებ მათი სახლის სხვა ადგილას გადავიტანოთ. მათი სახლი აქ არის. მათი შეწუხება არ შეიძლება. მაგრამ ერთი იდეა მაქვს. ზღარბებს ხელს ვერ ვახლებთ, მაგრამ შეგვიძლია მდინარე გავწიოთ. მდინარე როგორ უნდა გავწიოთ? ადვილია. გაშხალი ავაგოთ და მდინარის კალაპოტი შეიცვლება. ტურბოზავრებო წინ! თორ, აქ არხი გათხარე. ტრაკ, დღეში გამხმარი ხეები მოაგროვე. გაშხალისთვის დაგჭირდება. ბულ, მინდა პირდაპირ მდინარეში ჩაყარე. აი აქ. აქ იქნება გაშხალი. ტრაკ, ანკი, მორები დააწყვეთ. შესანიშნავი ნამუშევარია. კატა, ნამდვილი მშენებლელი ხარ. ყველაფერი გადავიღე. მორები ცვივა, წყალი მოედინება, არა ჩვეულებრივია. ახლა ბურთის ზებნა გავაგრძელოთ. და რა მოვიდა თქვენ ბურთს? ბურთი გაფრინდა. რა კარგი მატჩი იყო და ვერ დავასრულეთ. აუცილებლად დაასრულებთ. ვაშა! მაგარია! ტრაკი უტევს. დარტყმა. და მეკარე იგერიებს. მოიცა! მეგობრობამ გაიმარჯვა. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერ.